ახლა უნდა ვისაუბროთ არტისტზე, რომელმაც ლოკალურ ბაზარზე ქართული მუსიკის შესრულებით მოიპოვა უპრეცედენტო სიყვარული. ჩვენი შემდეგი სტუმარია, რომელიც ყველა მეგაში პროექტებიდან გაიცნო, თუმცა მან შეძლო ყველაზე რთული რამ არ დარჩენილიყო მხოლოდ სატელევიზიო აღმოჩენად და ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელ უნიკალური ხელწერის მქონე მუსიკოსად, რომლის ხმაც ნამდვილად არავის ნაგერევად. როგორც თვითონ აღნიშნავს ხელოვნების საშუალებით სამყაროსთან ურთიერთობა მისთვის განსაკუთრებული სიამოვნება, თუმცა ცხადია ამ სიყვარულის მიღმა დგას მუსიკალური ინდუსტრიის საკმაოდ მკაცრი წესები. როგორ უნდა აქციოს მუსიკოსმა ავთენტურობა მთავარ ბრენდად და რა გამოწვევები აქვს საქართველოში სოლო კარიერის შენებას, პროფესიონალისგან უნდა მოვისმინოთ ამ კითხვებზე პასუხი. მუსიკოსი სოფო ბათილაშვილი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. სოფო, გამარჯობა. მადლობა ესეთი წარდგენისთვის. მადლობა პირიქით თქვენ ჩართვისთვის და სტუმრობისთვის ჩვენთან და მინდა რომ შესავალში რაც ვახსენე ეს თემა გავშალოთ. ძალიან ბევრი არტისტი, რომელიც თითქოს და ვარსკვლავი გახდა მეგაპროექტების საშუალებით, ცნობადობა მოიპოვა მალევე და ფურორი მოახდინა, გვახსოვს როგორ გაქრნენ ისინი დროთა განმავლობაში. ზოგადად აი თქვენ შემთხვევაში რამდენად რთული იყო, რომ არ დარჩენილიყავით რაღაცა მეგაპროექტების აღმოჩენად და დამოუკიდებელი ინდივიდუალური სოფო ბათილაშვილი, ასე ვთქვათ, გამოძერწილიყო ამ ყველაფრის მიღმა და პარალელურად, რაც პრინციპში თქვენს ხელწერასაც ნამდვილად ეტყობა. და აი იმდენად რთული საკითხი არის, რამდენჯერაც ვიხსენებ ხოლმე რა გზა გავიარე, ვიკარგები ამ გზაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეტაპი იყო და მაგრამ ერთი რაც სულ აერჩენებდა ყველა წერტილს იყო, რომ უდიდესი სურვილი მქონდა, რომ მეკეთებინა ჩემი მუსიკა, რაც ჩვენნაირ ქვეყანაში კიდევ უფრო რთული არის რა, ყველა რესურსების თვალსაზრისით პირველ რიგში. არ არსებობს არც რაღაც სცენები, არც არენებზე ზედმეტია საუბარი. ხო, ნუ აი როგორი მდგომარეობაც არის ქვეყანაში, ეგეთი მდგომარეობა არის ჩემს სფეროში ზუსტად. ჩემი სფეროს მაგალითზე შემიძლია რომ განვაზოგადო და აი ეგეთი ქვეყანა გვაქვს, როგორი სიტუაციაც არის ჩემს სფეროში, ეგეთი სიტუაცია ქვეყანაში ზუსტად და პირიქით. აი დეტალურად და ჩვენი მაყურებლისთვისაც კიდევ უფრო გასაგები რა იყოს, რას ნიშნავს დღეს მუსიკოსისთვის საქართველოში ცხოვრება და აქ არ ვიცი, განვითარების გზების ძიება. რამდენად არის ეს გზები ჩაკეტილი, ჩახერგილი და რა არის მთავარი პრობლემა, რის წინაშეც დგას დღეს ეს ინდუსტრია და კონკრეტულად კერძო სოლო, ასე ვთქვათ, არტისტები. ჩემს შემთხვევაში არის ჩიხი ამ ქვეყანაში ცხოვრება და მუსიკის კეთება, მაგრამ მგონია რომ ალბათ ინდივიდებზე დადის და მგონია რომ მეც ერთ-ერთი უნდა ვიყო, ვინც გზას გაიყვანს თუ გზა არ არსებობს რა. ეგ არის ყოველ შემთხვევაში ჩემი დიდი სურვილი. კი ბატონო. დღეს როგორი არის სოფო ბათილაშვილის, ასე ვთქვათ, მუსიკალური ცხოვრება? როგორ მუშაობთ, რას უნდა ველოდოთ, რა პროექტები არის თუ არის? აი ამ რაღაცა ცოტა პესიმისტური და ნიჰილისტური ფონის მიღმა და პარალელურად. რას უნდა ველოდოთ? რო გითხრათ ძალიან მოკლედ, ჩემი ამჟამინდელი მუსიკალური ცხოვრება არის ჩემ ოთახში სიმღერების წერა, მეცადინეობა და ბოლო დროს აქტიურად ვფიქრობ, რომ რაღაც სახე ხო არ მივცე და ყველაზე მეტად ეხლა რასთანაც ახლოს ვარ, ეს არის პროტესტი, ყოველდღიური პროტესტი და რაღაცნაირად ხო არ გავაერთიანო ეგ ორი, ჩემი საქმე და ჩემი პროტესტი და რაღაც სახე ხო არ მივცე თქო, ამაზე ვფიქრობ და ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესში ვარ, როგორ შემიძლია რომ ეგ კარგად გავაკეთო. მუსიკალური სახე რაღაცა ერთი-ორი სიმღერა აქციაზე ვიმღერეთ, რაც საინტერესო იყო, მაგრამ უკეთესად შეიძლება მაგის მოფიქრება და დაორგანიზება ჩემი. და რაღაც სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება, ასე ვთქვათ, თქვენი შესრულება და შემდეგ უკვე მთელი აქცია როგორ ყვება ამ თქვენს პერფორმანსს. რაღაცა გარკვეულწილად ჩემი გადმოსახედიდან ისეა, რომ სოფო ბათილაშვილი იქცა კიდეც ერთ-ერთ ხმად ამ პროტესტის. მოდი პირადად თქვენი აზრი მინდა, ყველას ინდივიდუალური ისტორია აქვს რუსთაველის გამზირთან მიმართებით. კონკრეტულად თქვენ რატოდ გახართ იქ და რას ნიშნავს დღეს იქ დგომა მუსიკოსისთვის და არა მხოლოდ რიგითი მოქალაქისთვის? რაღაც კუთხე, ხა რა თემაზე ჩვენ მე ჩაგერთეთ რომ მელაპარაკა. ეგ არის რომ მუსიკაში, მუსიკალურ ჩემს სფეროში რა შეიძლება რომ სასიკეთო ცვლილებები მოხდეს. ჩემი აზრით რაღაც მოთხოვნა კი არ უნდა იყოს რომ რაღაც ცვლილებები განახორციელოს. მოთხოვნა უნდა იყოს რომ ესლობა იყოს მათი წასვლა, ანუ მათი წასვლით, ვინც
ხელს გვიშლის, რომ ჩვენი საქმე თავისუფალ გარემოში ვაკეთოთ. რაღაცები ჩემი აზრით უკეთესობისკენ შეიცვლება რა. მე პროტესტებს გავარ იმის გამო, რომ სხვა გზა, სხვა გამოსავალს ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე და დიდი ხანია ვერ ვხედავ. სადღაც უნდა გამოიხატებოდეს ჩემი ხმა და ამ შემთხვევაში გამოიხატება ჩემ ფიზიკურად X.com-ით თუ ასევე პოსტების წერით თუ რითი ჩემი საქმით, როგორც შემიძლია. იმიტომ არა რომ რაღაც მარტო ვალდებულებას ვხსნათ, უფრო მეტად იმიტომ ალბათ რომ სხვანაირად არ შემიძლია ან არ გამომდის. ვერ ვაგრძელებ ჩვეულებრივ რიტმში ცხოვრებას, როცა ვხედავ რომ ქვეყანა კვდება და არ ვამეტებ, როცა ვამბობ რომ ქვეყანა კვდება, ხელებში მაკვდება ქვეყანა. და ის ადამიანებიც ჩემ თვალწინ კვდებიან, რომლებიც შეიძლება ვერ იაზრებენ რომ ეს ასეა და ცოტა ისეთი შემოვიტანე ეთერში, მაგრამ ხო, ეგ არის ჩვენც ასე ვთქვათ აქტიურად ვეხებით ხოლმე იმ თემას, რაც პრინციპში აგერ უკვე 1 წელზე მეტია ხდება ჩვენს თვალწინ და ამ თემის გამოძახილია და კიდევ ერთხელ და აუცილებლად თავისუფლება, სოლიდარობა და გამარჯვება ყველა სინდისის პატიმარს საქართველოში და აი ინდუსტრიის გადმოსახედიდანაც მინდა რომ გკითხოთ ახლა ამ პრობლემაზე საუბრობთ და რამდენად ერთიანია დღეს მუსიკალური ინდუსტრია საქართველოში აი ამ საკითხთან მიმართებით, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს პროტესტი, გვახსოვს მათ შორის პროტესტი მუსიკით, აუქმებული კონცერტები, მანიფესტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს ასე ვთქვათ როგორ ჩამოყალიბდით და რამდენად არის მათ შორის აქაც ხით ჩატეხილობა რაღაცა ორად გაყოფილი რეალობა. ხო, მე ვისთანაც შეხება მაქვს, ყველა ნათელ მხარესა, შემიძლია რომ ვთქვა. არიან ადამიანები, რომელსაც ვიცნობ და გადაწყვეტეს, რომ დასრულ თავმოყარე პოზიციაში სამთავრობას მიაჭმენ, რაც გასაგებია, თუმცა მიუღებელი ჩემთვის. და როცა ვსაუბრობ ინდუსტრია მეცინება ხოლმე მაგ სიტყვას რომ ვისა, იმდენად გაფარჩაკებულ მდგომარეობაში ვარ. მაგრამ ხო, თუ ვინმე კარგად გრძნობს თავს მუსიკის კეთებით არიან ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტული პარტიის კარზე არიან დამკვირვებლები და არ გადავამეტებ თუ ვიტყვი რომ არიან დამკვირვებლები. და როდესაც ეს დარწმუნებული ვარო ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი გადაივლის რა პრობლემებით ჩვენი ყველას ერთად წინა შედგას. შემდეგ უკვე როგორ ხედავთ აი ამ სფეროს განვითარებას? რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად რომ რაღაცნაირად წინ წავიდეს ეს სფერო და მუსიკოს ჰქონდეს იმის სურვილი რომ აქ დარჩეს და აქ გააკეთოს თავისი საქმე? რაღაც პერსპექტივას უნდა ხედავდეს, ალბათ უნდა იყოს რაღაც სცენები, ალბათ რაღაც პროგრამები, არენები, ხო რა, ჯერ თავარია რომ ესენი მოვიშოროთ და მე ყველას დასადები აგურია რომ რაღაცები წინ დავწიოთ, ვისაც გვინდა რომ სრულება მოვიდეს სასიკეთოს უკვე და არ იქნება ეგ მარტივი დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს, დარწმუნებული ვარ რომ სასიკეთო სრულებები მოვა. ნამდვილად გიერთდებით გეთანხმებით აბსოლუტურად წარმატება, სოფო, წარმატება ძალიან დიდი და იმედი მაქვს რომ გვექნება შესაძლებლობა რომ უფრო მუსიკაზე აქცენტით გქონდეს ის რეალობა, სადაც ასე ვთქვათ, მათ შორის მუსიკაზე საუბარიც და ამ ინდუსტრიის განვითარებაზე საუბარიც შეგვეძლება და გვექნება ამის მიზეზი ყოველ შემთხვევაში. მადლობა. დიდი თავისუფლება რეჟიმის ყველას. აუცილებლად თავისუფლება და გამარჯვება. მუსიკოსი სოფო ბათილაშვილი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი.